ნიკა მელიას ვთხოვ სტუდიაში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, როგორ ესალმებით ხოლმე ხალხს. საღამომშვიდობისა, მადლობა დიდი, გთხოვ დაიკავოთ თქვენი ადგილი. ნიკა, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ამ ბლოკში ჩვენი სტუმრები იქნებიან ასევე ალეკო ელისაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი. დაბრძანდით თუ შეიძლება, რატომ ითხოვს თქვენი პარტია გახარიას მოსვლას პარლამენტში? ხელისუფლება, რომელმაც წარმოადგინა საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა და ამ გეგმაზე ის დაწვრილებით საუბრობს. გაწერილი აქვს კონკრეტული ვადები. რა არ გაკმაყოფილებთ ოპოზიციას და ოპოზიციაო, რომელიც ამდენი ხანი ბოიკოტის რეჟიმში იყო, ახლა გაგიჟდა მაინც და მაინც პარლამენტში სიარულზე. ასეთი არის ხელისუფლების რიტორიკა, რა სიტყვით? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. როგორ გითხრათ, ეხა რას ვითხოვთ იმას, რასაც ითხოვს ხალხი. რასაც ითხოვს ხალხი და ვერ დაგეთანხმებით ვერაფრით და ვერანაირად, რომ ხელისუფლებამ რაღაცა გეგმა დადო წარადგინა და ეს რაღაცა გეგმა ამუშავებულია. ეს გეგმა შეთხზულია, ეს გეგმა არ არსებობს. 23 აპრილს ჩაატარა ჩემი შეფასებით ინგა პროპაგანდისტური პრეზენტაცია ბატონმა გახარიამ, რომელიც საუბრობდა იმაზე, რისი საფუძველიც უბრალოდ არ ქონია. 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, ხო, პირველი 2, 3, 4, 5, 5 მაინც ხო არის დღეს. ორი კვირა არის გასული და ვინმე რაიმე სახის დახმარება მიიღო. ანუ იქ რაზეც იყო საუბარი. ეს ხომ გაწერილ ვადებზე ის გარდაიქმნა. ის ხომ გაწერილ ვადებზე არის საუბარი, ანუ ბიუჯეტი ერთბაშად ყველაფერს ხომ ვერ აწევდა. მე შევეცდები, რომ აი ხელისუფლების პოზიციიდან გამოვიდე, იმიტომ რომ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, გახარიამ კი მოგიწოდათ მისი გუნდის წევრებს, რომ ყველა კითხვას გაეცით პასუხიო, მაგრამ ხელისუფლება არ დადის ჩვენთან. არ დადიხართ და ნუ დადიხართ, ამას მიჩვეული ვარ, ბევრი წლის განმავლობაში მინახავს ასეთი რამ, მაგრამ მე მაინც შევეცდები, რომ მათი პოზიციიდან გამოვიდე. გადასახადების სუბსიდირება, ტურიზმის სექტორის დახმარება, ავტომობილების გამბაჟება, ერთი წუთით საბანკო სესხების გადავადება, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, დახმარება უმუშევრად დარჩენილებისთვის, დახმარება დამსაქმებლებისთვის, სოციალური დახმარება 200 ლარი, ანუ 600 ლარი, პენსიების მომატება, კერძო სექტორის დახმარება, სოფლის მეურნეობის დახმარება. მე გადაცემის შემდეგ თქვენ 7 ოთახიან ბინას გადმოგცემთ საჩუქრად, მე თქვენ აგიშენებთ ოქროს კოშკებს, ასე შემდეგ. ეს ხალხნო მართლაც ხომ არ გონიათ, რომ ასე მარტივად ტყვილდება, გავიზარდეთ ყველანი პოლიტიკურადაც, ყველანი მიუხედავად პროფესიისა. რას თხოვს ეხლა მთადაბარი დამიბარეო, ამას ხომ არ თხოვს ხელისუფლებას ხალხი, ან ფერად სიზმრებს ხომ არ თხოვს ხალხი ხელისუფლებას. ეს რაც თქვენ თქვით, ზუსტად აი ამ ნათქვამს, რაც გახარია თქვა, იგივე ძალა აქვს. როგორც აი ჩემ დაპირებებს აი ხა რო გავეცე 20 წამის წინ, ხო? დაწმუნებული ვარ. ხალხიც იგივეს ფიქრობს. ხალხი არათუ იგივეს ფიქრობს, ხალხი იგივეს ხედავს. რომელმა ერთმა ან დასაქმებულმა, ან თვით დასაქმებულმა მიიღო რაიმე სახის დახმარება, აი უკვე 3 კვირა მაპატიეთ, ეხლა 23 აპრილს ჩაატარა გახარიამ პრეზენტაცია, მანამდე მთელი თვენახევრის განმავლობაში ყვიროდით, რომ სად არის საგანგებო ბიუჯეტი და არადა არ შემოქმედოთ. გეგონება რაღაცა ხვაშიადი ქონდათ და რაღაცას მალავდნენ ისეთ საიდუმლოს, რომ არ უნდა გაემხილა და როდესაც გამოვიდა, როგორც იქნა დღის სინათლეზე ბატონი გახარია და ეს პრეზენტაცია, რომელიც პროპაგანდისტურია თავიდან ბოლომდე, ყველას, მათ შორის მეც ვაღიარებ. გასწა რომ აი ხვალიდან იწყებენ ამ ყველაფერს. აი ამ დახმარებების გაწევას, მაგრამ გავიდა 2 კვირა არაფერი და მეტიც მაისის ბოლომდე არ ვაპირებთო არანაირი სახის დახმარების გაწევასო და ეს კრიზისი უკვე ბძვინვარებს 3 თვე არის, ხომ? როდისღაც უნდა ამას ეჟვანი ხომ უნდა შეაბას ამ ხელისუფლებამ. ეხლა საუბრობს გახარია და თითქოს ამ ქვეყანაში არ არსებობს სოფად მაცხოვრებელი ადამიანი. არადა 1.500.000 ადამიანი არც კი ახსენეს, ინგა შეგახსენებთ, მინდა ეს აზრი დავამთავრო, არც კი ახსენებს, არც ფერმერს, არც გლეხს. ამაზე ავტეხეთ მე ამბავი, ხომ? ავტეხეთ ამბავი ავტეხეთ და ვამბობდით, რომ აცო, საგაზაფხულო ხმათესვა მიდის, ახლა უნდა ხელის ასე თქვათ შეშველა და წახმარება, ხო? და მიეცით ამ ადამიანებს რაიმე სახის დახმარება, რომ დათესონ, მიწა დაამუშავონ, მე წლის ბოლომდე სურსათის მიიღონ, ანუ პროდუქტები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მიიღოს. არა, ერთი წუთით. ახლა დაიწყეს საუბარი, რომ იცით რა,
იმაზე კი არა, რაზეც დაუშვა ნაციონალურ მოძრაობა, მათ შორის, ახლა მე წამოვიდგენ ამ პარტიას, სხვა ინიციატივები, არც ერთი ოპოზიციური პარტიის საერთოდ ინიციატივა არ გაუზიარებია. ჩვენ ვამბობთ, რომ 440,000 ოჯახი არის სოფლად მაცხოვრებელი, ვისაც აქვს შედარებით მომცრო მიწისნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო მიწისნაკვეთი, ანუ 2 ჰექტარამდე. ასეთი არის 440,000 ოჯახი. და 400 ლარი გავცეთ, კარგი 400 ვერა 300 ლარი გავცეთ. არაფერი. ვამბობდით და ვამბობთ, რომ აუცილებელია ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია ყველაზე მოწყვლად ფენას და კატეგორია ჩვენი საზოგადოებისას დახმარების ხელი გაუწოდოთ. თუ მართლა გვინდა დახმარ მილიარდერის ხელისუფლება, ხო ხარ? და რაში მდგომარეობდა ესე თქვენ ახსენეთ თავში ხო პენსიონერები მილიარდერმა გადარიცხა თანხა კოვიდთან ბრძოლისთვის 760,000 პენსიონერია 760,000 პენსიონერია და 100 ლარიანი სამედიცინო ვაუჩერი მაინც რო გაეცათ არ შეიძლებოდა ეხლა 66-67 მილიონი ჯდება ხო მაგრამ არც კი შეიბერტყეს ყური და შეგახსენებთ პირველად და ამ ყურისთვის უფლებას თქვენ არ მომცეთ და საშუალებას პირველად როდესაც სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა მთავრობის გეგმა გახსოვთ სალამ გახარია პრეზიდენტზე ჩაატარებდა რას აპირებდა მთავრობა იქ არც სულ პასუხისმგებლობით ვამბობ არც დასაქმებულის 300 ლარიანი ანაზღაურება ეწერა საერთოდ და თვით დასაქმებული ნახსენებიც კი არ იყო ამის შემდეგ მე ბიუროს ხომაზე ოპოზიციონერებმა მათ შორის რომან გოცირიძემ და სხვებმაც იბრძოლეს იყვირეს ბუკიდან აღარ შემოაყენეს და ახლა არა მომისწრე არა მაყურებელს უნდა შევახსენოთ მე შევახსენებ ისე როგორც სოციალურად დაუცველი პირების ნაწილი მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ 600 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში დახმარებას მიიღებენ ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირები და ასე შემდეგ. გავიგეთ, მაგრამ ეს ყველაფერი სად არის შეთხზული არ არსებობს. აცადეთ. არა, რას ვაცადოთ? ხალხი დაიხოცა, სული ამოძრა შიმშილი და ჩიტივი. არა, ფასები გაძვიდა, მხოლოდ ამ თოს თქვენ ნახეთ და გააშუქეთ, რომ 20-25%-ით არის პროდუქტებზე. გაძვიდა ფასები, მაგრამ დავასრულეთ ამის შემდეგ თვით დასაქმებული გაახსენდათ. აი ამის შემდეგ და გეგმაში კორექტირება შეატანია ოპოზიციამ. აი რასარგებელი მოაქვს ახლა პარლამენტში მუშაობას არა პარლამენტში ასე თქვა სამუშაოს დაწყებასო რატომ გულშემატკივრობთო მოვატიეთ ეხლა პოლიტიკური პროცესი არის აბსოლუტურად არ ვიცი ქვესკნში ჩადებული რაღაცა დატერმინირებული გარეთ ვერ მე ხა თქვენ ეთერში კომენტარის საათი როგორ მოვედი თქვენ გამომიწერეთ საშვი და მომიყვანა თქვენ მოძღვარმა და როგორც მომიყვანა ისე წამიყვანოთ სკოლის მოწაფე გონია სკოლის მოწაფე ხო ეს სამაჯური პლუს კიდე იქ დაურეკენ რომ იქ სკოლის მოწაფეები გონიათ რომ წამიყვანდნენ და მომიყვანდნენ ხო? ამე და ისინი რასაც უნდა აკეთებენ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევიან და ჩვენ სახიან ცხვირს ვერ ყვობთ და ვერც თავს ხო? ამიტომ ეხა ამ ვითარებაში როდესაც პლატფორმა საპარლამენტო უნდა იყოს გახურებული აუცილებელია რომ გავახუროთ და ეხლა თუ ხელისუფლება უკან იხევს და იხევს რა თქმა უნდა რომ მათ საქმელი არა აქვს ბუნებრივია ეხლა ამას დაინახავს საზოგადოება და თქვენ ახსენეთ რომ არ მოდიან მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლები ისევე როგორც არ დადიოდნენ არა იმათ მინდა უთხრა თქვენ არ გინდათ მაგის შეხსენება ჩემზე კარგად იცით ისევე როგორც არ დადიოდნენ თავის დროზე აი იმ პარტიის წარმომადგენლები რომელსაც ნიკა წარმოადგენს რაღაცა პერიოდით არ დადიოდნენ რაღაცა პერიოდით არ დადიოდნენ ხო მაგრამ აი ნახეთ დებატებში ხო არ შემოდიან პარლამენტში იქ არ უნდათ იმიტომ რომ რეალური სახე უნდა წარმოჩინდეს ბატონი ანრი ოხანაშვილი კობახიძე თალაკვაძე ეს მათი ელიტა და კოჰორტა პოლიტიკური უნდა გამოჩნდეს გამიგეთ ეხლა ესენი შეჩეულები არიან სხვისი ხელით ნარის გლეჯვას და სამწუხაროდ ამ ვითარებას ეწინება უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა ნერვები და არ ვიცი ყოფაც კი ხო მათ ურჩევნია ამ შემთხვევაში გულისხმობ რომ ექიმები ყავდეთ და სამედიცინო მენეჯერები წინა პლანზე მათთვის არასასიამოვნო ნარის გლეჯოს ახორციელებდნენ ისინი და თვითონ დამალულები იყვნენ ხო მე კიდევ ერთი ასე თქვა ასპექტს მინდა ხაზი გავუსვა საინტერესოს რა აი მაგალითად ხო ხელისუფლებას ხო პროსახელისუფლება მედია ხო არ ჩამოვთვლი ხო რომელიც არც მე მაგალითად როდის ვიყავი ბოლოს მიწვეული რომელიმე გადაცემაში სადაც რომელიმე გადაცემაში არათუ მიწვეული საერთოდ უბრალოდ პრესკონფერენცია ბრიფინგი რო იმართება არ მოდიან აი ახლა ლოგიკურად თუ არ მსჯელო მოსახლეობა მაყურებელმა განსაჯოს თუ ისინი მართლები არიან
თუ მათ სიმართლისგან მირონიზდით და ჩვენ ვართ ცუდები, ოპოზიცია იტყვილება, სამოქალაქო საზოგადოება იტყვილება, წესი და რიგით სახელმწიფო მედიას არ უნდა აწყობდეს, რომ მაგალითად მელიას დაუძახოს საკუთარ გადაცემაში იქ იმედზე, ან პოსტივიზე და იქ დააყაროს შკვალი შეკითხვებისა? გინდათ რომ არა, კი არა, აქაც არა, აქაც კი უბრალოდ რამდენად იყიდებიან, რომ არიან თავიდან ბოლომდე პროპაგანდაში, ხახტო, ეს ღვართკაფი, ნახე, დასაკეთებენ. ღვართკაფი ეს რაღაცა პროპაგანდის აბუყბუყეს. ასე არა, გინდ სოციალურ მედიაში გნებათ, ასე თქვა, ტელევიზიითაც და ეს მე დიდი ნიაღურის ეს რაღაცა შფოთიანი და შხამიანი შეხებები ესხება არა მარტო ნიკამელიას და პოლიტიკოსებს და ოპონენტებს, არამედ საზოგადოების რიგით წევრებსაც და კიდევ უფრო მეტ სტრესში ამყოფებენ. ამიტომ, ეხა, როდესაც თვითდასაქმე გამექცა, ჩამაგდებინეთ თქო სიტყვა. აი, ხელისუფლებისგან იმაზე მეტს, რაც ხელისუფლებამ შემოგთავაზა, რას ითხოვთ თქვენ? აი, გეტყვით მარტივად, ჩვენ ხომ ისა დამასრულებინეთ, ჩვენ ხომ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომლის ბიუჯეტსაც ძალიან გაუჭირდება აციოს ეს ტვირთი უმძიმეს მდგომარეობაშია ხალხი. მე ეხლა ჩვენი საინფორმაციო გამოშვების თვისაც მომზადებულ რაღაც მასალებს ვნახულობდი, უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ დაკარგეს სამსახურებივე, არ იციან იშოვიან თუ არა, გაძვირდა ფასები, მაგრამ აი ბიუჯეტ შეუძლია თითეული ამ ადამიანის ტვირთი აციოს. აი, ვიცოდი დაახლოებით, იმიტომ ვაპირებდი მე იმის თქმას და დარწმუნებული ვიყავი, გიცნობთ რა თქვენ რომ აი მეტყოდით რომ აი ბიუჯეტი კი მაგრამ უშრეტი ხო არ არის და რეზინის ხომ არ არის. ვიცნობთ რა ლოგიკური კი. ხო, ლოგიკური და არაერთზონესაც დაუსვამს და ეხა გეტყვით აი მაგალითად. და ჩვენ როდესაც იმედი არ გონიათ რომ ვინმე არა, ჩვენ როდესაც ვამბობთ, ხახნო, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ სოციალური ინტერვენციები არის განსახორციელებელი, უბრალოდ კი არ გვინდა და ამიტომ კი არ საუბრობთ. ხედავთ ამ ქვეყანაში ჩვენ ცხოვრობთ. აი რაც გითხარით სამედიცინო ვაუჩერი ელემენტარული, ხო? ეხა ფასები მედიკამენტებზე კენწეროში კი არა, ცაში უკვე და ის ასლანიანი ამ ვითარებაში, როდესაც დამატებით რაღაც მედიკამენტების შესყიდვა უწევს პენსიონერებს, წაადგებოდა, ხო? გითხარით სოფლად მაცხოვრებელს და აგროვაუჩერებს, ხო გითხარით? ასევე ბიზნეს რა გაუკეთეს დღეს? არც არაფერი, ხო? ეხა მსხვილი ბიზნესი ხო შეიძლება ვამბობდით და ვამბობთ, რომ გავათავისუფოთ, გავუნახევროთ საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე 20%-ის ნაცვლად 10 გადავახტევიოთ. მცირე და საშუალო ბიზნესი ვამბობდით და ვიტყვით. აბსოლუტურად წლის ბოლომდე გათავისუფლდეთ საშემოსავლო ქონების გადასახადი. ხო, არაფერი, ყრუკედელი. აი ხა თქვენ ამბობთ ბიუჯეტი რა ქნა, როგორ ქნა. აი მაგალითად ხელში მიჭირავს 2.100.000 ვარზე, ძვირფასო მაყურებლებო, შინაგან საქმეთა მინისტრი საკუთარ ადმინისტრაციას არემონტებს. 2.100.000 ეხლა? დიახაც, 2.100.000 ვარზე აქვს კონტრაქტზე ხელი მოწერილი. თუ გასარემონტებელია? არა, თუ საიდან ფული? 2.100.000 ბატონი გომელაური. მაშინ როდესაც აი ეს უბედურება აგრარული ბაზრები დაკეტილი იყო, კომენდანტის საათი ჯერ შემოღებული არ იყო, მაგრამ რავითა მარტის თვე არის. ხო? ანუ ეს როდის გადაწყვიტეს? ეს აი იმიტომ რომ წეგან ჩვენ საინფორმაციო გამოშვებაში იყო, გადიოდა სიუჟეტი, რომ საგანგებო ანუ კორონავირუსის აფეთქებიდან ერთ თვეში გადაწყდაო რაღაც ავეჯის ხიდვა საჯარო რეჟიმში. ეს ამას დაგიტოვებთ მე თქვენ. ეს საგანგებო მდგომარეობა შეგახსენებთ. გამოცხადდა 21 მარტს და ეს 2.100.000 რემონტში, კომფორტში ეს ხელშეკრულება გაფორმებულია 17 მარტს, 4 დღით ადრე, მაგრამ თვენახევრით ადრე, სანამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებოდა, თუნდაც თებერვლის დასაწყისში რა ხდებოდა ქვეყანაში არ გვახსოვს? ხო? ეს ერთი, საიდან ფული, 2.100.000. აუცილებლად. იუსტიციის სამინისტროზე კი ისეთ 1.600.000 და ამასაც დაგიტოვებთ, ხო? ეს 23 აპრილს. ეს არის თავხედობა, მაპატიეთ. თავხედობაა, დიახაც. აი მე ეს უბრალოდ ასე არ ჩაივლის რა. აკაკი წერეთელმა ბაშიაჩუკში ბრძენს რომ ათქვევია, აი მეფე პიპუს რომ დაუკრავსო, ხო? ხო? სამეფო ვაისო იმღერებსო. გახსოვთ ალბათ, ხო? ეს მონაკვეთი. დიახაც, ბიზინა ივანიშვილი ეხა კი იმღერის იქ რაღაცა პიპუს, მაგრამ შემოდგომაზე ხალხი თუ ვაის იძახის, ეხა დაიძახეთ ვაის თქვენ, აი ასეთი თავხედობის გამო რა. საათები, ხახნო.
საიდანო ფულიო ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ კითხა ეხლა 260,000 ლარი თავდაცვის მინისტრმა ღარიბაშვილმა საკუთარი უწყებისთვის შეიძინა. საკუთარი უწყებისთვის მარტის თვეში 260,000 ლარი გადაიხადა მაჯის საათებში და რო ჩაეკითხენ რა საათებია ეს რისთვის არის ასე შემდეგ ესო ჯილდოთო რო გადავცეთო კაცო ჯილდო კი არა მაცივარს ვეღარ რთავს ხალხი ჯილდო არ უნდა გადაცე ერთი წუთით როდის რა ჯილდო რა არა ერთი წუთით ყველა ჩვენი პატრიოტი ჯარისკაცი და სამხედრო ყველაზე უკეთ გაიგებს რომ მაჯის საათში არ უნდა დაიხარჯოს 100,000 ლარი ახლა მაგას ურჩევნია საკუთარი ოჯახის წევრები და საკუთარი ასე ვთქვათ თანამოქალაქეები რომლებიც შივრები მართლა იხოცებიან სოფლად მათ ჩვენზე კარგად იციან იმათ მიხედავს ხელისუფლება ესეც ასე ჩემო ბატონო ამიტომ და ესა გუშინდელი ამბავი ხა რა გორში ხო ნაყოფი ვარ ყველა და ვიცი ყველას ყავს ახლობელი მეგობარი ეხა გორში არის უამრავი გაჭირებული ადამიანი მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები თქვენც აშუქებთ ხო ეხა 800,000 ლარი ახლა რომ არ გადაიხადო და იყიდო რაღაცა გაუგებარ საქანელებში ეს ნორმალურია გეკითხებით რა რიცხვებით არის შეიძლება მე ვწდები ეს ყველაფერი არის უკვე საგანგებო მდგომარეობა ეშხში არის შესული ხახნო ეს არის საგანგებო მდგომარეობა არის ან ეს ნორმალური არის რომ მაჯის საათში შეგიძლია 260,000 ლარი გადაიხადო 2,100,000 აი საიდან ფული აქედან ფული ჩემოინგა და ესენი ეთამაშებიან ნამდვილად დიდ ცეცხლს და ხა სარგებლობენ ამ ვითარებით უკვე როგორც გაირკვა და როგორც აღმოჩნდა რომ ესენი უკვე ეპიდემიას კი არ ებრძვიან არამედ ეპიდემიასთან ბრძოლას ფუთავენ თავისებურად სინამდვილეში თავიანთი ჭკუით არიან ვითომ საარჩევნო კამპანიაში და რა კარგია რომ განეიტრალებულები არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ჩვენ ვართ ზედაპირზე რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ ერთი ნიკა აი დაუშვათ კითხვას დაგისვამ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ რომ მე არ მინდა რომ რაღაცა მონოლოგის რეჟიმი გამოგვივიდეს და ბუნებრივია ყველა კითხვას რასაც სვამ ეს კითხვა დასასმელია უბრალოდ აქ უნდა გეჯდეთ ეხა ოპონენტი ნორმალურ ქვეყანაში რომ ცხოვრობდეთ მაგრამ არა უშავს რა მინდა რომ ამაზე ხო პასუხს ვერ გაგიგე გავიგე ამას აუცილებლად ჩვენ საინფორმაციო სამსახურს მივაწვდი კიდევ დამატებით მასალებს რა მინდა იცით რომ კითხოთ აი მე ბევრჯერ მოვისმინე რომ წინა საარჩევნოდ იყენებს ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლას რომ არ გაეკეთებინათ ეს განცხადებები ეს გადაწყვეტილებები არ მიეღოთ აი საერთოდ რომ გამქრალიყვნენ როგორც ოპოზიცია მაშინ რა სიტყოდით მაშინ ხომ მითხოთ რომ ფეხებზე კიდიაო ხელისუფლებას პირველ ეტაპზე მთელი ოპოზიცია ძირითადად თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა და ჩვენს დაუჭერთ საგანგებო მდგომარეობას. აუცილებელი იყო რომ დაკვირებოდით დინამიკა როგორი არის, სად ვართ, როგორ ვართ, რა ვიცი პლატო იყო, პიკი იყო, ხა საუბრობთ პლატო არის, პიკი მოსაუბრებელია, პლატო არის, პიკი და ამასობაში დეპოში შევედით, დეპოში ეკონომიკური კრიზისის დეპო არის, ხახნო, იმის იქით აღარ არის გასასვლელი და დროა ეს გავაცნობიეროთ. ამიტომ ხელისუფლებას მამაპატიეთ პასუხისგებლობა აქვს აღებული და ამ ხელისუფლების ასე თქვა და მეთაური თუ მთავრობის მეთაური არის ბატონი ივანიშვილი, ხომ? ხო, ის არის პასუხისგებელი, რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან ერთად. ხშირად მithქვათ და ვამბობ, პოლიტიკა შედგება ძირითადად ორი ნაწილისგან, ორი შემადგენელი ნაწილი. აქეთ არის ხელისუფლება, აქეთ არის ოპოზიცია, ხო? ორივე მხარე ვალდებულები ვიყავით, რომ ტონით დაგვეგდო, ყოფილიყავით კონსტრუქციულები, ასეზე ვაკეთებდით, წერილი მივწერეთ ბოლო-ბოლოს. ჩვენ საზღვარგარეთ, ასე თქვათ, უცხოელ პარტნიორებს, რომ დახმარება აღმოუჩინონ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას მაგალითად ჩვენ, მაგრამ როგორც კი დარწმუნდით რომ ესენი არ იქცევიან კეთილსინდისიერად, ვიქცევით იქ სადაც ვართ. და ბატონი ივანიშვილთან დაკავშირებით, ეხა გავა დრო და იმ მის აქტს
ხო აი ცეკვაზე გულისხმობ არ მინდა ამაზე ბევრი საუბარი შეაფასებს ისტორია როგორც ყველაზე ერთ-ერთი აი მწარე სილის გაწონა საზოგადოებისთვის მართლის მხრიდან ესეთ რა ხელისუფლება პირიქით კორონა ეფექტები ხომ არ იმუშავებს ხელისუფლების სასარგებლოდ წარმოუდგენელი ყველაფერს ნათელი როგორ არის ძალიან მალე შევა სიცხადე. ერთი წუთი დაგვრჩა და გაძლევთ ამ მალე შევა სიცხადე. ეხა თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ეხა ბერა ივანიშვილი ეხა ამ ხელისუფლების მიღმა იქნებოდნენ რაც უნდა ეკეთებიათ და რაც უნდა დაკეთოთ რაც უნდა დაკეთოთ არა მაპატიეთ არა ისევე როგორც ანზორია როგორც ნიკამელიას ერთად მონაწილეობდნენ როცა აქცენტირებენ ეხა შვილი ჩახსენდა საიდან ჩახსენდა ერთად მონაწილეობდნენ ადამიანის ინგა არა ხელისუფლება გავიგე ხო და ხელისუფლება მათ ხელშია რა მაპატიეთ დავასრულებ თუ შეიძლება და დაასრულეთ გაძლევთ მათ ხელშია ამიტომ ეხა ის აღშფოთება საზოგადოების მხრიდან რაც მოყვა არის ლოგიკური. სხვანაირად არ შეიძლებოდა და არა ისე რომ იცით რა მამაშვილური ურთიერთობა, სათნოება, მდნარები არიან, უყვართ ხალხი, ასე შემდეგ ასე. გასაგებია სხვა ვითარებაში ასე უნდა გააკეთონ. მაგრამ ეხა ესენი არ არიან მამაშვილი ბაღაშვილები. ჩემი დიდი პატივისცემისგან მიუხედავად მამაშვილი ბაღაშვილების მიმართ. იუმორინას არ დგამენ. ქვეყნის სვებეძე არიან პასუხისგებლები და ეს ხელითა დავასრულება თქვენ რომ მკითხეთ. რამდენად კორონავირუსი ესენი კი იყენებენ სათავისოდ უნდა თარგი მოიდგეს და ტანზე ასე თქვათ შემოიკრეს ჩაიცვეს მართლა ეს კრიზისი მაგრამ ასე არ გამოვა და მოხდება შემდეგი აი მარტივად როდესაც პირქუში და შავი ღრუბლებით არის ცა მოკუფრული რა ხდება ასე რჩება ცა სულ მუდმივად არა რა ხდება აი ქრონოლოგიურად რო ვთქვათ რა ხდება ჯერ ხომ რაღაცა გაიპობა სადღაც ერთი ღრუბელი ხო ხო ესეა მე გათხელდება ეს ღრუბელი მე გაცრიატდება მე რა ვიცი ზალაგდება ნენელა ეს ყველა ღრუბელი და გაკრიალდება ცა და ეს შავი ღრუბელი დღეს არის დიახაც ქართული ოცნება ბიძინა იმანიშვილ ურთ და ის სხივი რომელიც აი ძალიან მალე უცბად მომენტალურად იმ შავ ღრუბელს გააპობს იქნება ხალხიზე ნება და ქართული ოცნებაზე დამარცხდება ინგა აუცილებლად იმიტომ რომ ვერცეთ ხელისუფლებას ვერ გაუვა ვერცეთ დროსა და სივრცეში ის თავხედობა რომელსაც ესენი იჩენენ ყოველდღიურად და ჩვენს არ ვაპირებთ ფარხმალის დაყრას ამიტომ შენ გეტყობა რომ არაფერებ ფარხმალის არა ამ ხელისუფლების საქმე როგორ იქნება ამ ხელისუფლების საქმე როგორ იქნება იცით აი ქართული წყევლაა ერთი რომ ადამიანს შეიძლება პური ხელში გეჭიროსო და ძაღლმაც კი არ გამოგართვასო რა აი ასეთ გზას ადგას ხელისუფლება აღარც თქვენს ფულს აიღებს ხალხი აღარც თქვენს რაღაცა წინასაარჩევნო საჩუქრებს შემოგაყრით ამას ყველაფერს ცხვირპირში და იმ პირმოცინა რაღაცა სახეებს რომ გამოდის ეხა და აბჟუვილებს თვალებს ბატონი აჩიკო თალაკვაძე თითქოს მართლა რაიმეს წვეტდეს და თითქოს დახმარება დადეს მაგიდაზე ესეთი ცინიზმი წავედი ესეთი ცინიზმი მე ბევრი მომისმენია სხვადასხვა ხელისუფლების მხრიდან ხო ამ ხელისუფლების მხრიდან ხო საერთოდ მაგრამ არ გამიგია რომ საუბრობენ გეგმაზე და მორწ ბოლო არ უჩანს ბიჭო არ მინდა ეს საუბარი დამეხმარე თუ მეხმარე ამას მომირჩევნია რომ მაქვს მაგალითად 200 ლარი დანარჩენი არ მაქვს და იკმარე ამას არ ამბობენ დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი საშვი გაქვს მოკლედ და იმედია სახლამდე ისე მიხვა რომ არ დაგიჭერენ მით უმეტეს სამაჯურითაც დადიხარ მოკლედ სრული კონტროლი გაქვს ნიკა ძალიან დიდი მადლობა